დღეს წითელი პარასკევია ყველაზე მძიმე დღე მორწმუნეებისთვის. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება. წითელ პარასკევს წირვა არ ტარდება, რადგან სახარების თანახმად ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლისუნების შესახებ სახარება იკითხება. თამუნე ჯალაღონია სამებიდან გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, სადაც მსახურება უკვე მიმდინარეობს. თამუნე გისმენთ. დიახლიზა, როგორც აღნიშნე, დღეს მართლმადიდებელი სამყაროსთვის უმძიმესი დღე არის. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას. როგორც უკვე აღნიშნე, ამ დღეს ტაძრებში ღვთისმსახურება არ აღევლინება, სრულდება მხოლოდ გარდამოხსნის რიტუალი, გარდამოხსნის წესი, რომელსაც ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრე მეუფე შიო სასულიერო პირებთან ერთად ატარებს. ზუსტად 2 საათზე დაიწყო გარდამოხსნის წესი. გარდამოხსნა დიდ ქსოვილზე სპეციალურად სიმბოლურად დატანებული მაცხოვრის გამოსახულება ტაძარში სამჯერ შემოატარებენ და შემდეგ სპეციალურად მოწყობილ სადგამზე დააბრძანებენ. აქ ეს არასრული 3 დღე იქნება დასვენებული, ესე რომ ვთქვათ, და ნიშნად იმისა, რომ მაცხოვარი ზუსტად არასრული 3 დღე იყო ჩაბრძანებული საფლავზე აღდგომამდე. ამის შემდეგ უკვე გარდამოხსნის წესი საგალობელი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც უკვე 45 წელია ტრადიციულად მგალობელი ნაირა ნაჩხატიშვილი ასრულებს. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ალბათ ქრისტიანებისთვის პარასკევი. მაცხოვრის ჯვარზე გაკვრა. რას გვასწავლის? მეტ პატივისცემას, მეტ სიყვარულს ერთმანეთისადმი, მეტ პატივისცემას, დათმენას, მიტევებას. რა თქმა უნდა, მძიმე დღეა, მაგრამ მას ახლავს აღდგომა, რომელიც ძალიან მალე გათენდება სამყაროსთვის და ვისურვოთ, რომ ჩვენც ერთმანეთისთვის ვიყოთ ახლად აღდგენილები. დღევანდელ დღეს აცვეს ჯვარს ჩვენი მაცხოვარი, ჩვენი ცოდვების გამო სასყელად ეცვა ჯვარს და ამიტომ ჩვენც უნდა დავფიქრდეთ ამის გამო ჩვენ ცოდვებზე და მადლობდეთ უფალს ამ ყოველივესთვის და მართლა მოგვიტოვოს ყველა ჩვენი ცოდვები. დღევანდელ დღეს ჯვარზე გააკრეს და ყველა განვიცით ამას. იესო ქრისტე ხომ მოევლინა ამ ქვეყანას ჩვენი ადამიანების გადასარჩენად, ცოდვების გამოსასყიდად, მაგრამ მიუხედავად ამისა ჯვარზე იქნა გაკრული, მაგრამ მესამე დღეს იქნა მკვდრეთით აღდგომა. გარდამოხსნის წესი ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. ხვალკი უკვე დიდი შაბათია, როდესაც ცისკრის ლოცვა იქნება წარმოდგენილი დილიდან, შემდეგ უკვე საღვთო ლიტურგია შესრულდება და კვირას უკვე ყველანი ერთად აღვნიშნავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობა. თამუნე ჯალაღონია სამებიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.